მოგესალმებით, მეგობრებო. ისეთი მიმილით მოდიხარ, ციკა? თითქოს რაღაც კარგი უნდა გვითხრა. ხო, არა და ისეთ მტკივნეულ თემაზე უნდა ვისაუბრო, როგორც არის ღალატი. ღალატი, ზოგადად ღალატის მიერ გამოწვეულ ემოციებზე ვისაუბრებთ, შედეგებზე და ასევე იმაზე, თუ შეიძლება თუ არა ღალატის პატიება და თუ შეიძლება როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ არსებობს მთელი რიგი წესები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს წყვილმა, თუ ამას არ გაითვალისწინებს, მე ან იგივე წრეზე მიდიან, ან უბრალოდ ურთიერთობა ძალიან არასასიამოვნოა, მაგალითად თუ მუდმივად დაიწყებ იმის წამოძახებას, რომ აი შენ რომ მე მიღალატე, მაშინ უკვე ურთიერთობა აღარ არის ჯანსაღი, ხო და ურთიერთობის ხიბლიც იმაშია, რომ იყოს ჯანსაღი და სიყვარულით სავსე მით უმეტეს თუ იქ კიდევ ბავშვებიც არიან. მოკლედ მთავარი ამბავი მე ვიდრე ნინო კანდელაკი შემოგვიერთდება და იმაზე ისაუბრებს თუ შეიძლება თუ არა ღალატის პატიება და როგორ მე მანამდე მინდა ზოგადად ღალატზე ვისაუბრო. რეალურად, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას უღალატეს, ეს არის მისთვის მეხის გავარდნასავით, ეს არის მიწის გამოცლა და ერთგვარად ემოციური მიწისძვრა. ემოციურ მიწისძვრას უწოდებენ სხვათა შორის ღალატს. ესეთი განცდა. აი თითქოს დაიქცა ქვეყანა, დაიქცა ყველაფერი, ეკარგება ნდობა არა მარტო ადამიანების მიმართ, არამედ საკუთარი თავის და საკუთარი არჩევანის მიმართ და ზოგადად შენი თავის თვითშეფასება, შენი ძალიან დაბლა ჩადის, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ შენზე უკეთესი არჩიეს, ვიღაცა შენზე უკეთესია, ხო? ანუ ამ დროს მოდის უამრავი ფიქრი, როდის დაიწყო, რატომ ვერ შევამჩნიე, მე რა დავაკელი, არ ვიყავი საკმარისად კარგი ალბათ, რა აქვს იმ სხვას ისეთი, როგორც რაც მე არ მაქვს, ხო? რატომ მაინც და მაინც მე რა დავაშავე, მე ხომ არაფერი დამიშავებია, მილიონი ფიქრია და თან ამ დროს კიდევ ხდება ის, რომ მთელი ამ ურთიერთობის გაუფასურება ხდება, გაქვს განცდა, რომ ტყუილში გიცხოვრია და კარგი რაც იყო იმ ურთიერთობაში, ყველაფერზე ფიქრობ, რომ ეს იყო ტყუილი. ასევე კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს ემოციები შლეიფად შეიძლება გაყვეს. თუ ურთიერთობაში დაბრუნდები და ამას არ მოინელებ, ამ ურთიერთობასაც შლეიფად შეიძლება გაყვეს და ასევე თუ ახალ ურთიერთობაში შედიხარ ამ შიშებით და ესეც ხელს გიშლის, რომ ენდო დაეყრდნო ადამიანს და ხშირია ხოლმე, რომ ერთ და იგივე წრეზეც დადიან. აი ერთ და იგივე წრეზე რომ დადიან, ეგ კიდე ცალკე გადაცემის თემაა და მაგას სხვა დროს გავაკეთებ. ანუ ემოციებს რაც შეეხება, ხო, მოდის შფოთვა, უძილობა, აგრესია, აპათია, დეპრესია, ნდობის დაკარგვა. ერთხელ თუ დამემართა, კიდევ ხომ შეიძლება დამემართოს, ასეთი ფიქრებიც არის და შედეგები თუ შეიძლება, ეხლა კიდევ ერთი აი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება დიდი პლაზმა მომეწით, ანუ არის რომ ძლიერი შფოთვა და დაუცველობის განცდა აქვს ადამიანს და უკვე აი ამ გამოცდილების საფუძველზე ხშირად არის რომ ნდობა ეკარგება და ქრება უსაფრთხოება და ჰიპერსიფხიზლე და ეჭვიანობა არის წინა სლაიდი მომეცით თუ შეიძლება ჰიპერსიფხიზლე და ეჭვიანობა ანუ ტელეფონს რო უჩხრეკენ ერთმანეთს ხო ხდები რო აღარ აღარანაირი ნდობა და მაინც რო გეშინია რომ რამე ხომ არ არის და კიდევ ვინმე ხომ არ არის ჰიპერსიფხიზლე ის არის აი ბევრი აი სათხარ ნამდვილად მანთხარ ახარ თუ არა და ის სულ რო ამოწმებ სულ რო ამოწმებ და ტელეფონსაც რო უმოწმებ ხო წარმოგიდგენი ეს უკვე როგორი დაძაბულობაა ურთიერთობაში უნდობლობა რომ რაც არ უნდა თქვას მაინც ეჭვი გეპარება მაინც ფიქრობ რომ იქნებ ეს ისი არ არის და ასე შემდეგ პანიკური ან შფოთვითი შეტევები ანუ ახალი ტყუილის შიში რომ კიდევ რაღაც ახალს მოიგონებს მოკლედ ეს არის და ასევე ადამიანს ძალიან განსხვავებული სხვადასხვა სახის ემოციები აქვს. ხან ბრაზდება, ხან აპათიაშია, ხან სენტიმენტალურია, ხან უჭირს რეალობის მიღება, ხან ტირის, ანუ სხვადასხვა სახის ემოციები და ეს ამან შეიძლება სხვადასხვა სახის პანიკური შეტევებიც გამოიწვიოს, საკრიტებული აზრები, მუდმივი სიფხიზლე. დიახ, ნუცა რაღაც. თიკა, იცამეთ, ეს იმ შემთხვევაში ვსაუბრობთ, თუ სწორად გავიგე, როდესაც მიღალატეს, ვაპატიე და გავაგრძელე, ხო? არა, ზოგადად, როდესაც მიღალატეს. როდესაც მიღალატეს და მე შეიძლება იგივე ადამიანთან დავბრუნდე ურთიერთობაში, ან სხვა ადამიანთან მაგრამ ეს უკვე შლეიფად მომყვება და მიშლის ხელს. ამიტომ ჩემი პირადი აზრია რომ აუცილებლად უნდა დამუშავდეს ეს ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ადამიანი სხვადასხვა სახის რწმენა წარმოდგენებს იყალიბებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და მე შეიძლება მართლა ხელი შეუშალოს ურთიერთობაში. და რეალურად საუბრობ მსხვერპლის პოზიციაზე და ხარეზე რომელსაც უღალატებს. კი, რომელსაც უღალატებს. მაგრამ ვინც ღალატობს, არც ის არ არის კარგ მდგომარეობაში. ანუ ღალატის შემთხვევაში
არავინ არ არის ბედნიერი. ხო, ვინც ღალატობს იმას აქვს დანაშაულის განცდა, სირცხვილის განცდა, სინანული, მიმიღებენ თუ არა ჩემები, ან ბევრი რაღაცა, რო ატკინე საყვარელ ადამიანს და ასე შემდეგ. არც მას არ ულხინს, ესეც მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ღალატის შემდეგ წყვილი ირჩევს, ან რჩება ერთად, ან ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას და ეს არის მათი არჩევანი და ეს არის პატივსაცემი არჩევანი, იმიტომ რომ არც ერთი ვერსია არ არის ადვილი, ორივე სჭირდება ძალიან დიდი ძალა, ძალისხმევა და ეს არის მათი გადაწყვეტილება და ამას ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. უბრალოდ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენს გარშემო არის ადამიანი, ვისაც უღალატეს, მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება და მაინც და მაინც რჩევები კი არა, უფრო აი გვერდში დგომა, რომ მე შენს გვერდით ვარ, მესმის შენ და ხშირად ესეთი რაღაცაც მსმენია, რომ იცი რა, ეხლა ნუ ინერვიულებ, მერლინ მონროსაც ღალატობენ, ხო იცი, ყველას ღალატობენ. ეს თითქოს გამამხნევებელი კი არის, მაგრამ რეალურად ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რა ვქნათ, თუ კი აღმოჩნდა, რომ ღალატი დადგა ურთიერთობაში. შეიძლება თუ არა ღალატის პატიება, აი ამის შესახებ უკვე ნინო კანდელაკი მინდა მოვიწვიო, ფსიქოთერაპევტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გთხოვთ ხალბატონი ნინო და ნახოთ, როგორ შეიძლება ღალატის პატიება, რა უნდა გავაკეთოთ, რა წესების გათვალისწინება არის. დიდი გამოცდილება ცოტა ცუდად გამოჩნდა, დიდი გამოცდილება ღალატის კი არა, ეს ამბები იცის კარგად კაცო. როგორ ფსიქოთერაპევტს ნამდვილად. სწორად რო გაგვიგონ. ხალბატონი ნინო, მოდით, აი პირველივე შეკითხვა იყოს ეს, შეიძლება თუ არა ღალატის პატიება. თითქმის შეუძლებელია იმდენად დიდი ტრავმა, ოღონდ შესაძლებელია გარკვეული სამუშაოს ჩატარების შედეგად. ბოლომდე ალბათ მაინც ვერ პატიობს ადამიანი, იმიტომ ეს ურთულესია, მაგრამ ერთად ცხოვრების გაგრძელება შეიძლება, თუ ორივე ადამიანი სერიოზულ სამუშაოს ჩაატარებს საკუთარ თავთან. აი რა სამუშაოებია ჩასატარებული? ნახე პირველ მოდი ჯერ ქალზე ვთქვათ, მერე კაცზე ვთქვათ. ტიპიურად ქალებს მეტნი ხართ და ქალებს ტიპიურად ღალატობენ, ალბათ ამის გამო და ხალბატონი. კი. უფრო ხშირია უბრალოდ. მე რაოდენობაზე ვსაუბრობ, მე მარტო. ფოტოშოპს გამოკითხვა ჩატარდა, ეხა გამახსენდა. გამოკითხვა ჩატარდა, რომ ესეთი ის იყო, ქალებსაც ჩაუტარეს და მამაკაცებსაც, რომ თუ თქვენი პარტნიორი არასოდეს არ გაიგებს თქვენს ღალატს, უღალატებდით თუ არა. მამაკაცების 82%-მა დაწერა რომ უღალატებდის და ქალების 78%. ერთი წუთი. ხო, უღალატებდი? ხო, ანუ ესეთი იცი რომ უღალატებდი, როდესღაც რაღა აზრია. ხო, არ ვიცი, ხა ეს საქართველოში არ ჩატარებულა? არა, მესმის. ხო, საქართველოში სხვა ციფრები იქნება. მაგრამ ესეც საყურადღებოა. ქალების შესახებ საუბრობ. ეხა ქალებს ძირითადად ემართებათ ის, რომ ნუ მკვეთრი ვარდნა თვით შეფასების ხორპლის როლში გადასვლა, რომ ესმე რა მისა, ესმე რა მაკადრეს, ესმე შეურაცხყვეს, გადამიარეს, რაღაცა პირველ რიგში აი ამ როლიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი, მსხვერპლის როლიდან, რომ შენ კი არ შეურაცხყვეს და შენ კი არ მოგაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა და გადაგიარეს. არამედ იმ ადამიანმა რაღაც თავის სურვილს ვერ უთხრა უარი, შენ კი არ გიღალატა, თავის სურვილს უერთგულა და თავის სურვილს არ უღალატა. ანუ შენ შეიძლება კი არა, ხშირ შემთხვევაში ესეა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში თან რომ ცოლიც უყვარს, ძალიან პატივს სცემს, არ უნდა საერთოდ ოჯახის დანგრევა, მაგრამ იმ თავის სურვილს ვერ უღალატა. და რო კითხო, არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია მეუღლისთვის. ეს ძალიან ხშირი ტიპიური სურათია. ქალებს არ უჭერთ, რა. ძალიან უჭერთ, იმიტომ რომ პირველი ესე აღიქვამს, ეგრევე ვარდება მსხვერპლის როლში, რომ მე შეურაცხმხო, ეს მე როგორ მაკადრა, ეს მე, ნუ ეს არის ძირითადად ეგოს თამაშები. და ნუ პიროვნება ზუსტად იქ ჩანს როგორ შეგვიძლია ჩვენ ეგოზე მაღლა დავდგეთ და ჩვენ სამსახურში ჩავაყენოთ ეგო. ეგო აუცილებელია ეგოს გარეშე. საერთოდ ვერ მივახსოვთ ჩვენ ვერაფერს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვემსახუროთ ეგოს მის თამაშებში, მოდით არ უნდა ვიყოთ, ხო? ჩვენ უნდა გვემსახუროს ეგო და იქ თუ შეხვედი ამ თამაში ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა და თან საზოგადოება და ქალები და ნათესავები და მრჩეველები პირიქით აქეთკენ გიბიძგებენ რომ ეს შენ როგორ გაკადრა გადაყოლილი იყავის ეთ და რაღაცეები ხო მე ზოგჯერ უნდა ხოლმე წყვილს შერიგებაც მაგრამ მაგის გამოც რომ აი მეგობრები და სიტყვას მაგის გამოც კი მაგის გამოც მე პირველადის პოზიცია ბატონო მოღალატე როგორც იქცევა ისიც ეგოს თამაშები არ არის რომ საკუთარ სურვილზე უარს ვერ ამბობს და ასე
ხშირად ბავშვობის ტრავმებიც არის, აი მამაკაც თუ მამა ყავდა ესეთი, რომ სულ იცოდა თან ბავშვმა ეს ინფორმაცია არ უნდა იცოდეს, მაგრამ ნუ იგებენ ხოლმე და რომ მამას სულ ქალები ყავდა. მეკალთანე კაცი ბრძანდა. ხო, მეკალთანე და თან შვილი ვერ პატიობს მამას და ვერ უგებს. აუცილებლად იგივეს გაიმეორებს იმ სცენარს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ პატიობს და ვერ უგებს. ხო, თუ აპატია, მაშინ აქვს შანსი, რომ მამის სტრატეგია არ გაიმეოროს. თუ გაუგო მამას, რომ იმასაც თავის ტრამვები ქონდა, ბაბუამისიც ესე იქცეოდა და იმანაც ბაბუამისისგან ვთქვათ გადმოიღო ეს და თუ შეძლოდა აპატია და გაუგო მამას. მაშინ როგორც წესი ესეა ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი ნაკვლევია, რომ როგორც წესი უფრო ხშირად ჩვენ თუ ვერ ვაპატიეთ და ვერ გავუგეთ მშობელს და არ გავაცნობიერეთ ეს რომ ეს მისია და ჩემი არ არის, იგივეს ვიმეორებთ, ან იმის აბსოლუტურად საპირისპიროს. მაგრამ ესე რომ ეგეც იკვლიეს უფრო ხშირად ვიმეორებთ იგივეს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში აი ვთქვათ იმის აბსოლუტურად ვთქვათ თუ მშობელი ძალიან მკაცრია, შენ ხარ ზედმეტად ლოიალური. ან ისევ ისეთი მკაცრი და შენ ცემ შვილს როგორც შენ. ისევ რომ დაუბრუნდეთ თემას. მამაკაცები რას ფიქრობენ, როდესაც მათ კი, ეხა ის არ დამიმთავრებია, ჯერ იმას ვიტყვი, რომ ნახე რა სამუშაოა ჩასატარებელი. პირველ რიგში ესე იგი თუ კაცმა უღალატა, ესე იგი ამ სტრესის განზოგადებაში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, რომ ყველა კაცი მატყუარა და არაფერს აზრი არ აქვს და ასე შემდეგ, ხო? და დაფიქრდეს ქალი იმაზე, რომ თქვათ პასუხისგებლობის 50% აიღოს თავის თავზე და არ არსებობს სიტუაცია, სადაც 100%-ით ვიღაცაა დამნაშავე და საერთოდ დედამიწაზე არ არსებობს 100%-იანი სიკეთე და 100%-იანი ბოროტება. იმ ბოროტებაშიც არის სიკეთე და ნუ არ არსებობს და თან ადამიანი ძალიან ხშირად და ალბათ ყოველთვის მე ვიტყოდი, ვერ არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან. კი, ჩვენ რო სიკეთე გონია, ძალიან მალე ირკვევა, რომ სინამდვილეში ბოროტება. და ჩვენ რო დიდი ბოროტება გგონია და მე ხვდებით, რომ დედა რა კაია რომ გავეყარე ამ კაცს, ეხლა ვიპოვე ბედნიერება, ხო? მაგრამ იმ წუთას ის ყველაზე დიდი ბოროტება გვეგონა და ის კაციც ყველაზე დიდი ურჩხული გვეგონა. ანუ პირველ რიგში პასუხისმგებლობის აღებას 50-50-ია ყოველთვის, რომ მე რითი შევქმენი ეს სიტუაცია. რაღაცა გამომეპარა, რაღაცა დავაკელი ამ ურთიერთობას, ან მეც ჩემი ბავშვობის ტრავმები მაქვს და დედა ჩემი სტრატეგიას ვიმეორებ და სულ ეჭუბები ამ კაცს არა და არაშავებს ისეც არაფერს. არ ვიცი, ბევრი რაღაცის გაცნობიერება, ხო? ამას ვეძახი სამუშაოს. ასევე კაცი აცნობიერებს, რომ ნახე, ღალატი მაინც მონის პოზიცია, თავისუფალი ადამიანი ცხოვრობს იმასთან, ვინც უყვარს. და მონის პოზიცია უფრო ის არის, რომ მალავს, აბაი, როგორ დავმალე და ტყუილს მიაქვს კოლოსალური ენერგია ჩვენთან, სასიცოცხლო ენერგია. ჩვენგან და ის ენერგია ჩვენ გვჭირდება. სად არის დასაკარგი ენერგია და შენ რო ტყუილში ხარ, ჯერ ესეთი ხო უზარმაზარი ენერგია გვეკარგება, რომ შეინარჩუნო ეს ტყვილი და მეორეც ერთი აი ველაპარაკე მე კარდიოლოგს უდიდეს, რომელსაც 50 წლიანი პრაქტიკა აქვს და ჩემი გამოცდილებითო მითხრა, ორი ქალი რო ერთდროულად ყავსო, კაცო ამას ვერ უძლებსო. და ძალიან ხშირად ამის გამო ინფარქტები ემართება. თოი ჩემი 50 წლიანი გამოცდილებით გეუბნებიო, შენთვის როგორც ფსიქოლოგისთვის საინტერესო იქნება. ეს წარმოუდგენელია. ძალიან რთულია თან როცა აი იმას ამას უმალავ ამას იმას ნუ აი და ამას ეს ბუნები ჩვენი ბუნებისთვის ეს შეუსაბა არაბუნებრივია ეს ადამიანისთვის. და რაც უფრო პიროვნება თავისუფალია და თვითკმარია და მშვიდობა აქვს საკუთარ თავთან, ის ცხოვრობს იმ ადამიანთან, ვინც უყვარს და არა აქვს არაფერი დასამალი და არის გულწრფელი. ის უფრო მონის ფსიქოლოგია, რომ აი დავმალე გამომივიდა, ვერ გაიგო, რაღაცა. ხო, ეს არ ჭირდება ადამიანს. ურთიერთობაში რაღაც ბზარია უკვე გაჩენილი, ან იქნებ სიყვარულიც ცოტათი ჩამოიშალა, ან რაღაცა აღმოაჩინეს, რომ ისეთები არ არიან, როგორებიც უნდათ რომ ყოფილიყვნენ. აი ხო, მაგრამ დაამთავრე მაშინ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მაშინ გულწრფელი საუბარი. ზოგჯერ ამ გულწრფელი საუბრის მერე სხვა შორის გამოდის ყველაფერი და გრძელდება ურთიერთობა, თუ არ გამოდის, უბრალოდ მშვიდობიანად შეიძლება დაშლა. მე ხა აქ არის წესები, დაუწერელი, დაწერილი, ყველანაირი წესი, რომ არასდროს არ უნდა გაახსენო ადამიანს ის ღალატი. თუ აგრძელებთ, რა თქმა უნდა, ხა. აი ისედაც არ უნდა გააგრძელო და ისა და ბავშვმაც ეს არ უნდა გაიგოს, მაგრამ მით უმეტეს თუ აგრძელებთ, დამუშავდა ეს სერიოზული სამუშაო ჩატარდა ორივე პარტნიორმა თავის თავთან, ფსიქოლოგთან, ისე თავის თავთან თუ არ ვიცი 1000 მითი მეთოდით ერთმანეთთან აუცილებლად გულწრფელი საუბარი, ნუ ამის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოვა.
გულწრფელო, ალალი ადამიანი ყველგან გადარჩება ყველა სიტუაციაში. და გააგრძელეს ურთიერთობა. არც ერთხელ, ეს არის წესი, არც ერთხელ არ უნდა გაახსენო. არაფერი. როგორ გინდა გაართულია. მაგრამ შინაგანაც მაინც არის ეს ხო, შინაგანაც არ შეეხება. შინაგანაც რაც შეეხება, რო არ დაინგრეს, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, თავის ფანტაზიებში არ უნდა წარმოიდგინოს იმასთან როგორ იყო. იმიტომ ეს აავადებს პირდაპირ ადამიანს. სხვა ფილმი უნდა ნახო. უნდა ნახო როგორ ერთგულად შეაბერდით ერთმანეთს იმის ნაცვლად. რომ გაიხსენო რომ იმანის თურქეთში წაიყვანა და იქ ერთად ისვენა. რაღაცა, რა ვიცი. მილიონი დეტალი, ხო? ეს უნდა აი შენ ხარ ამ ფილმის, შენ უშვებ ამ ფილმს, შენ ხარ რეჟისორი, შენ ხარ ყველაფერი შენ ხარ და შენ თავში რა ფილმი მსახიობი გამოდი. აგერ ვნახეთ ახლა ხელოვნურმა ინტელექტმა რომ ჩვენი ბრალდობის ხაოსები შეასრულა ჩვენ თავში არის ეს ყველაფერი ჩვენ ვართ ეს რეჟისორები და უშვებთ ამ ფილმებს და მე უნდა ავირჩიო ერთხელ და სამუდამოდ რომ ის ფილმი არასდროს აღარ უნდა დაუშვე ის სხვა ქალთან როგორ იყო იმიტომ ამას ჩვენ ფიზიკურად ვერ უძლებს ავადდება შესაძლებელია უბრალოდ შეგიძლია უთხრა შენ თავს რომ მორჩა ახლა ამაზე არ ვფიქრობ და სხვა რამეზე იქ დამთავრდა სხვა ფილმებს უშვებ ჩემი თავია რა კარგს და სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს რომ აი ქალებმა იციან რომ ხო არ მიღალატებ ხო ისა რაღაცა არას საერთოდ არას ვერ კითხულობს ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს და პირდაპირ პროგრამას აძლევ რომ მიღალატე ამ დროს პირიქით თუ გინდა რომ კარგი პროგრამა მისცე პარტნიორს თუ მეუღლეს არ აქვს მნიშვნელობა უნდა უთხრა რომ აი როგორ მიხარია ჩვენ რომ ბედნიერად შევაბერდებით და ტკბილისი შევაბერდებით ერთმანეთს და ტკბილისი ბერე გვექნა ან ჩემი თავი დავადანაშაულო ღალატში ჩემი თავის ასეთ ყულს რა ვამბობ აი როდესაც ასეთი ყულს რატო ამბობ კარგ პროგრამას აძლევ შენ თავს არ გინდა რომ ვინც გიყვარს იმას შეაბერდე ყულს რატო ამბობ აი ზუსტად არ გჯერა რომ ვინც გიყვარს იმას შეაბერდები ერთ მიყვარს კი მაგრამ ვინც მიღალატა არა ვინც გიღალატაზე ახლა არ ვთქვი მე ვთქვი ზოგადად როცა ქალი ურთიერთობს მამაკაცთან ხშირად არის ესეთი რომ მივლენ თავის ქმართან და ეუბნებიან ხო არ მიღალატებ პირობა მომეგონა აი ეს არას ვერ კითხულობს ქვეცნობილი და პროგრამას აძლევ მარტო მაგას არ ხანდახანავ მოგკლავ და აი როცა ასეთი ფიქრები აქვს ადამიანს მართლა ვიდრე მართლა გადაპორტირდება და ეხა გადაწერს ამ თავის ვარყოფით ფიქრებს აი საკუთარ თავთან რაზე უნდა იფიქროს აი და სიზმრად ნახულობს ზოგი რომ აი მე ქმარმა მიღალატა ან ცოლმა მიღალატა და აი ასე დროს გულწრფელად ილაპარაკოს რომ სიზმარში ეს ვნახე იცინოს ამაზე თუ აი რა უნდა ამ ღალატის მერე იძახი არა ღალატის მერე არა უბრალოდ რომ ფიქრები თქვენაც ღალატის შიშზე საუბრობს შიში შიში როცა ეს შიშები როცა ვიდრე გადავაკეთებთ ამას პოზიტიური ფიქრები როცა შიშია ეს არის დაბალი თვითშეფასების ნიშანი ეჭვიანობაც არის დაბალი თვითშეფასების ნიშანი პირდაპირ აქ ორი აზრი არ არის და ყველაფერი უნდა ქნას ამ თვითშეფასების ასამაღლებლად. ეხლა თვითშეფასების ამაღლებას არ არის ტაბლეტი რომ დალიო დაიმაღლო. ეს არის შენ ყოველ წუთას რა გამოგდის, რა შეძელი, რასაც ადრე ვერ აკეთებდი, რაღაცა შენ უნდა მოგეწონოს შენი თავი, რომ ღირსეულად ცხოვრობ. აი ეს ყველა დეტალი ამაღლებს ამ თვითშეფასებას. და ხტები თვითკმარი და მშვიდობა გაქვს საკუთარ თავთან და შინაგანი კონფლიქტი არა გაქვს. მე მოვა ის ფიქრებით რომ მე ბედნიერი ვარ რომ მეზე ვფიქრობ რომ ჩვენ ერთად დავბერდებით. ხოსია უკვე ადვილად მოვა ეგ ფიქრები. უნებრივად, კი და ამასაც სწავლა უნდა რომ ჩვენ მუდმივად გქონდეს იმედიანი მზერა მომავალში და ამას მე ეჩვევი რომ შენ ცუც კი აღარ ფიქრობ რომ აი ახლა ის რაღაცა აი თუნდაც რაც ახლა ამ სიტყვის ძალაზე რაც თქვი მე ხო ძველმა ხალხმა ეს იცოდა და შვილი ან მეუღლე რომ გადიოდა სახლიდან ლოცავდნენ რომ მშვიდობით იარე ხო და დღეს მანქანამ არ დაგარტყას, ფრთხილად გაადადი. პირდაპირ პროგრამას აძლევ. კარგად საუბრობთ ადედაჩემაც. მოყინულია რომ დაგეცეს რომ ჩამოვარდე რომ მოხდეს რა გიცე და შვიდობით იარებს, всё მიეცი აი მაგის სიტყვებით რა ხდება? აი ვაი არ დაგემართოს რამე ვაი არას ვერ კითხულობს ქვეცნობიერი და მიიღო პროგრამა რომ დაეცეს. რატო ვერ კითხულობს? ის თუ კითხულობს, არა რა გაუხდა. ხო ეს იკული ეს ყველაფერი რომ ასეა ეს ქვეცნობიერი მოწყობილი. ანუ მტკიცებით რაც არის იმას მტკიცებით რაც არის ამიტომაც. არავარავად კი არა, ვარ ჯამთელი. არავარავად უკვე ისევ ავადმყოფობის პროგრამაში ჩარჩი, ხო? და ვარ ჯამთელი და მე ხშირად ამ ღალატის მერე ახსენე ეს გაყვრით, რომ ღალატის მერე მოყვებათ ეს, ხო? რომ უნდობლობა მამაკაცი. ოღონ თუ
განაზოგადა სტრესი, თუ დარჩა ამ მსხვერპლის როლში, განაზოგადა ესა, თავის თავზე არ იმუშავა, განაზოგადა ეს სტრესი და დაასკვნა, რომ ყველა კაცი მოღალატეა. ის ან საერთოდ აღარ გაიხედავს კაცებისკენ, აბსოლუტურად უნდა ეს მოღალატეები, მაგრამ თუ გაიხედა, აბსოლუტურად, აი 100%-ით მოიზიდავს ისევ მოღალატეს, იმიტომ რომ ქვეცნობიერი ესეა მოწყობილი, ჩვენ რისიც გვწამს, ქვეცნობიერი გვეხმარება იმის ახსრულებაში. რა რწმენა წარმოდგენებიც გვაქვს, აი ყველანაირი შემოქმედებითი გზით მოაწყობს, რომ ის ახსრულდეს. ქვეცნობიერს არ აინტერესებს ჭეშმარიტება. შეიძლება სუსისულელის გწამს, მაგრამ იმის მოწოდება ეს არის, რომ ამაში გეხმარება. და უნდა შევცვალოთ ეს. არ უნდა ამას ქვია სტრესის განზოგადება, არ უნდა მორევში, არ უნდა ჩავიდეთ. აი ამის შეცვლა დამოუკიდებლად რამდენად არის შესაძლებელი, როცა ადამიანი მართლა წალეკილია, გულგახეთქილია, ემოციურ მიწისძვრაშია და გამოეცალა. კი, გამოეცალა, ეს არის უდიდესი სტრესი, აი უდიდესი, ყველაზე რთული ნდობის აღდგენა. თუ ნდობა არ აღდგა, ორი ადამიანი ერთად ვერ იქნება. ის ოჯახიც არ იქნება და საერთოდ ფორმალობა იქნება, უბრალოდ ერთ ჭერქვეჭი იქნებიან. ნდობაზე დგას და ურთიერთპატივისცემაზე. ბოლო შეკითხვებისკენ მივდივართ უკვე ნდობა როგორ აღდგეს წყვილს შორის, მაინც იქით მივდივართ, დავუშვათ რომ შერიგდა ხო წყვილი ღალატის შემდეგ. აი როგორ უნდა აღდგეს ეს ნდობა, რა უნდა გააკეთოს ორივემ აი ამ ურთიერთობაში. საკმაოდ რთულია, მაგიტო თქვი სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და მაშინ შეიძლება რომ ისევ ერთად გააგრძელონ ცხოვრება და ვიცი ეგეთი წყვილები რომ გააგრძელეს და სრულიად ახალ უფრო კარგ საფეხურზე გადავიდა მათი ურთიერთობა, ვიდრე იყო მანამდე. აი კვანტური ნახტომი გაკეთდა. ანუ ცვლილებები შესაძლებელია. ადამიანების თუ ორივე მიმუშავა თავის ბავშვობის ტრავმებზეც, იქ ოჯახურ სიტუაციაზეც, რა გამორჩათ, რა არ თქვეს დროზე, რა შეინახეს და ეს დაგროვდა და მე აფეთქდა და ასე უამრავი მიზეზია. აი მაგალითად ფსიქოლოგიური ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თუ დედა ბიჭს ბავშვობაში სულ ადანაშაულებდა, სულ აი ამ ემოციას უღვიძებდა, რა შენს გამო გამეყარა მამა და შენ ესეთი და სულ ამ დანაშაულის გზნობაშია, შესაძლოა და დიდი შანსია ის, რომ ცოლს მოიყვანს და ყველაფერი კარგად არის, რაღაც ვერ იქნება კარგად და აი რომ უღალატებს და ცოლი დაუწყებს დადანაშაულებას, აი მე ის მშობლიური ეს ტრავმა რაცა. არა, ნუ აი უკვე ცხოვრობს რა. იმიტომ ის მშობლიური განცდა დაბრუნდა. თუ არ აქვს ეს ტრავმა დამუშავებული, თუ დედისთვის ნაპატიები არ აქვს, თუ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ეს დედა იყო ესე, იმასაც თავისი ამბავი ჰქონდა. ნუ მთელი ამბავი რა, რომ გამოვიდეს აქედან, მაგრამ ძალიან ცოტა აქედან გამოსული. ძირითადად ვის აქვს ეს ბავშვობის ტრავმები დამუშავებული? ძალიან ცოტა ადამიანს. ძალიან კი ან არა რო იყოს პასუხი, ან როგორც მე მივხვდი, მოღალატე ადამიანი არის თავის უბედური, იმიტომ რომ ის განიცდის ბავშვობის ტრავმას. ან მე არაფერ შუაში არ ვარ ის რომ ხალატობს მისი პრობლემა. ყოველთვის ესე არ არის, დიდი პროცენტი. ძალიან დიდი პროცენტით არის განპირობებული ბავშვობის ტრავმებით, აი ძალიან დიდი პროცენტით, მაგრამ არის პროცენტი რომ მე მაგალითად ვიცი ესეთი წყვილები რომ ბავშვი რო გაჩნდა საერთოდ აღარ აქცევს ქმარს ყურადღებას. მთლიანად გადაერთო ბატონო. კი ბატონო, ან ცოლს, კი ბატონო. ხო, კი ბატონო. კი, და კაც მოაკლდა ყურადღება, თუნდაც ის ახლო ურთიერთობა ინტიმური, ყველაფერი მოაკლდა და თან ვერ ამბობს ამას. შეიძლება იმას ეს პრობლემა აქვს, რომ ვერ ამბობს, ან ერიდება, ან ამბობს და ყურად არიღო იმ ცოლმა და გონია რომ ამის გამო არ უღალატებს, ეხა როგორ ბავშვია და ის ბავშვი დედისთვის არის. ის დედას ჩვენ ინსტინქტი გვერთვება, ქალებს შვილი რო გვიჩნდება, ჩვენ ინსტინქტში გვაქვს დედობა და კაც ინსტინქტში მამობა არა, კაცის ინსტინქტით არის მეომარი, გმირი, მებრძოლის, არც ესმის იმას ეს, არაფერი, არ ესმის. მერე იღვიძებს კაცი მამობა, თვითონ რო გაასეირნებს, მოუვლის, აჭმევს და ასე შემდეგ და ვერც იგებს კაცი, რომ აი ესეთი დოზით შეიძლება ჩაერთო ამ ბავშვში. ხო. გმირად უნდა დავტოვო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინოს, სამწუხაროდ რეკლამის დროა უკვე ჩვენს ეთერში. ურთიერთობის აღდგენა და გადარჩენა შეიძლება ყოველთვის თუ წყვილი ჩადებს დიდ ენერგიას და მოინდომებს და აუცილებელი არის რომ ილაპარაკონ გულწრფელად, თამამად ერთმანეთთან და გაუზიარონ ერთმანეთის თავიანთი ფიქრები და განცდები. მე ამით გემშვიდობით, ნინო კანდელაკი იყო ჩვენი სტუმარი, გონი უკვე რეკლამის დროა, ხო?